კაცი, რომელიც გორში დედაშვილს დაეჯახა, ნასვამთან ერთად ნარკოტიკული თრობის ქვეშაც იყო. ინფორმაციას დაღუპული ქალისა და მცირეწლოვანი ახლობელი ავრცელებს. ცნობილია, რომ ანი ბერიანიძე და 3 წლის მართა 35 წლის რეზო ელიზბარაშვილმა იმსხვერპლა, მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ოჯახის ცნობით შემდგომდე ცოტა ხნით ადრე კაცის სიჩქარის გადაჭარბებისთვის 16 წუთში 3-ჯერ დააჯარიმეს. ავარიის შემდეგ კი ელიზბარაშვილი ადგილიდან მიიმალა. ოჯახი მისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს. ქუთაისში სამუშაო პროცესი შეუჩერდა ობიექტს, სადაც ხარაჩო ჩამოიშალა და 30 წლის კაცი დაიღუპა. კორპუსის მშენებლობაზე ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობდა, კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და ჩამოინგრა. ნანგრევებში იქვე მყოფი მუშა მოყვა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ორბანის მთავრობის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა პეტერ სიარტომ მანდატზე უარი თქვა და პოლიტიკიდან ჩინურ ავტოკომპანიაში გადავიდა. სიარტო თითქმის 12 წლის განმავლობაში იყო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. სწორედ მისი მონაწილეობით გადაწყვიტა BYD ევროპაში პირველი ქარხნის უნგრეთში აშენება. მოსკოვში ბენზინის რიგებში მანქანების კურთხევა დაიწყეს. მღვდელმა 10 ავტომობილისა და რამდენიმე მოტოციკლის კურთხევა მოასწრო, რის შემდეგაც მას ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიის დატოვება სთხოვეს.